ყოველ შაბათს ადრე დილიდან კახეთის სოფლებიდან თბილისის მეყვავილეები, მებაღეები გროვდებიან ისანში, მეტრო ისნის გვერდით. ჩამოაქვთ თავიანთი ნაშრომი და ყველა ცდილობს ან გაცვალოს, ან გაყიდოს, ერთმანეთს შეხვდეს და ელაპარაკოს. ეს არაჩვეულებრივად კარგი ინიციატივაა. რომ ხელმეწიფებოდეს ამ ხალხს ძალიან მოუვლიდი და რაღაცას აუშენებდი კარგს და ამაზად დავაყენებდი. აქ ბევრი ისეთი რამის პოვნა შეიძლება, რაც უკვე აღარ არის. დაკარგულია ძველი ჯიშების გასამრავლებლად ისე მიყვარს აქ მოსვლა, საგანძურივითაა, ბევრ საინტერესო რამეს პოულობ. წვრილმანს ისეთ, რასაც მე გავამრავლებ და გამოვიყენებ. ამიტომ მოდის აქ ხალხი. ბევრ ადამიანს ნახავთ, მყიდველსაც და გამყიდველსაც. შაბათობით ისანში, ყოველ შაბათს. იკრიბებიან და სხვა რომ არაფერი ერთმანეთის ნახვით ძალიან სასიხარულოა ამ ხალხის ნახვა, მათგან ემოციის მიღება, მათთან სიყვარულის გაზიარება. მე რომ მკითხოთ, ყველაზე კეთილი ბაზრობაა მთელს ქალაქში. ნახერალამაზი. აბლოვა. ეს ახალი ჩარგულია. რომელი იდე? არა. ეგ მინდა რა. სიხარული ასიც. ეს მოხდებს ყველას მინოს, ნაკიეს, ყველას. რადრადადგა ისანში შევხვდით. აქ ბევრი ისეთი ძველმანი ჯიშის პოვნა შეიძლება, რაც სხვაგან არსად აღარაა. იმიტომ რომ სოფლებიდან ჩამოდიან მოყვარული მეყვავილეები და მებაღეები. შეკრების ადგილიცაა მარტო ბაზრობა და მარტო ყიდვა-გაყიდვა არა, ერთმანეთს ხვდებიან, უცვლიან, უზიარებენ. ეს არაჩვეულებრივი ადგილია. ასეთი რომ არ იყოს, უნდა მოიფიქრო და გააკეთო და თავისი გაკეთდა. ძალიან კაი რამეა, ძალიან. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს ახლა ოქტომბერში, როცა ასტრები ყავის ჩვენთან. თითქოს ასეთი უბრალო, ასეთი მარტივი ყვავილი ახლა აფეთქდება ამ წვიმების შემდეგ ქლად გაგიჟდნენ და ძალიან კაი საშემოდგომო განწყობას ქმნის. სექტემბერა ქვია სინამდვილეში, მაგრამ აგერ ოქტომბერში ყვავის. აგვისტოდან მოყოლებული ყვავის არ გაჩერებული. ბევრნაირი ჯიში გვაქვს, აი თლათ მარტივიდან დაწყებული, ბუთხუზებით დამთავრებული. ბევრნაირი აგერ 12-13 ჯიში მაინც არის. ნახე მუქი, ისფერი, ღია ისფერი. აგერ ნახე თეთრი სურევია. ნახე რა კაი ბუთხუზა თეთრია. თლათ ყველაზე უბრალო გურიდან წამოღებული ჩემი ბებიას ეზოდან, აი ყველაზე მარტივ ყვავილიანი. აგერ ნახე რა კაი ფერები წურევია. აი ეს ისფერები, აგერ შეხედე როგორია ბუთხუზები. და სინამდვილეში აი რამხელა ამბავს აკეთებს, ამასაც შეხედე როგორია. აი შაკარგია ჟოლოსფერი. აგერ კიდე თეთრი, აგერ კიდე უფრო მუქი ფერის, აგერ ღია ფერის და ეს სიმრავლე აი ეს მთლად ძველი ჯიში კახეთიდან ამაკ სიგნაღიდან ჩამოტანილი ძალიან კაია. და ეს სიმრავლე იძლევა იმ ვითომ რომ უბრალოთა. აგერ ატომს გაურევ ხოლმე, აი ნახე რა კაი ცისფერია. საერთოდ ლურჯი და ცისფერი ყვავილი ბაღში ჭირს ფერი. უფრო ყვითელი და წითელი ფერებია ხოლმე ყვავილის და აი ლურჯ ყვავილიანი, იასამნისფერ ყვავილიანი და ლურჯ ყვავილიანი ყვავილები ჭირს. და ძალიან დიდრულია. თითქოს ასეთი მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდრული. აი ამასაც შეხედე რა კაია. ნახე ვითომ უბრალოდ გარეული მაქვს ლურჯი სალვია. მივაყრი ხოლმე გაზაფხულზე ბევრს დავთესავ და აქ მომარაგებული მაქვს ის ჯიშები, რომელიც არ მქონდა აქამდე. ქოთნებში მაქვს გამოყვანილი და ამათაც დავრგავ ახლა მცარიელ ადგილებს გამოვრგავ ამით. დანიშნული მაქვს რომ მე რაც არ მაქვს ის ჯიშები გამოურიო. ნახე როგორია, ვითომ თავისთვის. ყველაზე უფრო ეს მიყვარს.
რა თაიგულშიც არ უნდა შეურიო, იმ წინსკალას ამბავს აკეთებს. გააჰაეროვნებს, გაამსუბუქებს და თაიგულს ძალიან გაამდიდრებს. ძალიან უხდება საშემოდგომო თაიგულებს. მრავალწლოვან ყვავილებს შორის ერთ-ერთი შეუცვლელია. ნახე რა კაია. კაი ფოტოები გამოსდით ამაში რომ ჩადგებიან და მიხარია. მაყოფილები არიან, იღებენ სულ ფოტოებს. სიუბრალოვე ზოგჯერ არ არის უბრალოება. სიუბრალოვე. ზოგჯერ სიუბრალოვე ძალიან დიდებულია. ესეთი წვილი და მამულაში მე როგორ შევედრე? ხო, მაგრამ მაინც ეხა ის გენიოსი იყო, ნამდვილი. მაქებენ. მგონი სულ ყვილად აჭარბებენ რომ ჯეროდეს იმისი რომ ჯეროდეს, რასაც მეუბნებიან, კაი ხნის გადარეული ვიქნები. მესიამოვნება რომ მაქებენ. მაგრამ ვითომ არ გამიგონია. იმის მარცვალით რო დავიჯერო, რასაც მეუბნებიან, გაფრენილი მექნება, კაი ხნის. გამარჯობა.